33 წლის აფრიკული ჯიშის პინგვინი ლამბერტი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მისი მხედველობა უარესდება. გადაადგილება ისე სწრაფად აღარ შეუძლია და ახალგაზრდა პინგვინებთან ერთად ცხოვრებისას იჩაგრება. ლამბერტი გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინია, რომელსაც საცხოვრებლად განსაკუთრებული პირობები ესაჭიროება. სწორედ ამიტომ ახალი ინგლისის აკვარიუმში მისმა მომვლელებმა სხვა პინგვინებისგან იზოლირებული სივრცე შექმნეს, სადაც მას და კიდევ 6 ხანდაზმულ პინგვინს უსაფრთხოდ შეეძლებათ ცხოვრება. ჩემოკან თქვენ ხედავთ პინგვინთა კუნძულს, სადაც ჩვენი 7 ყველაზე ხანდაზმული პინგვინი ცხოვრობს. საერთო ჯამში ჩვენს კოლონიაში 50 პინგვინი ყავს, მათგან ნახევარზე მეტი ასაკით 15 წელსაც კი გადაცდა. ზოგიერთი მათგანი კი 40 წელსაც უახლოვდება. ამ ცხოველების უმეტესობა გარემო პირობებისგან არის გადარჩენილი, რეაბილიტირებულია ან აქ გენეტიკური და კონსერვაციული მიზეზების გამოა. ასე რომ ეს არის გენეტიკურად ღირებული ინდივიდების მართლაც მნიშვნელოვანი პოპულაცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ დავეხმაროთ. ამ კლდოვან კუნძულს უფრო ბრტყელი რელიეფი აქვს ვიდრე მთავარს. ხალიჩით დაფარული ბილიკი პირდაპირ წყალთან მიდის, რაც გადაადგილების პრობლემების მქონე პინგვინებს მოძრაობაში ძალიან ეხმარება. მომვლელებმა აკვარიუმში ასევე დაამონტაჟეს სადგამი, რომელიც ფრინველების წყლიდან ამოხტომას აადვილებს. აკვარიუმის ზოგიერთი აფრიკული პინგვინი 30 წელს გადაცილებულია, ხოლო მათ შორის ერთმა 40 წლამდეც კი იცოცხლა. ეს რიცხვი იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ისინი სამხრეთ აფრიკისა და ნამიბიის ველურ ბუნებაში იცხოვრებდნენ, სადაც ჭარბი თევზჭერის გამო დაბინძურება და საკვების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფ სახეობას. აფრიკული ჯიშის პინგვინები შავ-თეთრი ბუმბულით გამოირჩევა, მათი სიმაღლე საშუალოდ 60 სანტიმეტრია. აფრიკული პინგვინები ნამდვილად აგრესიული სახეობაა და ამიტომ ჩვენ რეალურად უნდა გვეფიქრა სოციალურ დინამიკაზე. სწორედ ამიტომ ავუშენეთ ხანში შესულ პინგვინებს, ცალკე აკვარიუმი და დავაშორეთ ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე პინგვინებს. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ ხანდაზმულ პინგვინთა გაზრდილი აქტივობის დონე მიუთითებს, რომ საცხოვრებელი პირობები რეალურ ცვლილებას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხზე.